ძალადობისა და მაღალი ფინანსური ჯარიმების გარდა კიდევ რითი ებრძვის ქართული ოცნება მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს. ოცნების რეპრესიული კანონები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზებას ახდენს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch წერს. ორგანიზაცია ამას დამატებით მექანიზმად განიხილავს ოცნების ხელში მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად. ლაპარაკია ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, მათ შორის გზის გადაკეტვისა და დემონსტრაციაზე სახის დაფარვის შესახებ, რომლებიც ოცნების ხელისუფლებამ გაამკაცრა და სისხლის სამართლის წესით დასჯადიც გახადა. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება და უფრო ვრცლად მოგვიყვება Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ. Human Rights Watch-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონები არის გადაჭარბებული, არაპროპორციული და ის იძლევა ძალოვანი უწყებების მხრიდან ამ რეგულაციების თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას და მოქალაქეების თვითნებურად დასჯის შესაძლებლობას. შედეგად, Human Rights Watch-ი განცხადებაში წერს, რომ დღეს საქართველოში აღარ არის უსაფრთხო თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამოხატვა, უფრო მეტიც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ორგანიზაციის აზრით ეს კანონები აქციებს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგო დაცხადებს. რომელ რეგულაციებზე არის საუბარი? ეს არის ის კანონები, რაც საქართველოში სპეციალისტებს უფლებადამცველებს აქვთ გამოცხადებული რეპრესიულ კანონებად, მაგალითად საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არის, რომ ქართული ოცნების მთავრობამ გააორმაგა და რიგ შემთხვევებში გაათმაგა კიდეც ფულადი ჯარიმები, მაგალითად თუ კი 500 ლარით იყო ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის, დღეს 5000 ლარით ჯარიმდებიან მოქალაქეები, ასევე მაგალითად გამკაცრებული არის ადმინისტრაციული პატიმრობა, შემოიღო ქართულმა ოცნებამ ასევე პრევენციული დაკავების მექანიზმი და Human Rights Watch-ი ასევე აკრიტიკებს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც მცირე სამართალდამრღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოქალაქე უკვე გასამართლდება სისხლის სამართლის წესით. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ კანონებისა, რომელსაც აკრიტიკებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას ახსენებს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციებს, რომლის შესრულებაზეც ქართულ მხარეს ვალდებულება აქვს აღებული. 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მმართველმა პარტიამ პარლამენტში დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ფაქტობრივად დანაშაულად აცხადებს პროტესტთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებს, რაც მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი კანონები მიიღო, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას უსაფუძვლოდ ზღუდავს და განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. ძალადობრივ პოლიციურ პრაქტიკებთან და მაღალი ჯარიმების სისტემასთან ერთად ეს ზომები არღვევს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, სახიფათოს ხდის განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას და კრიტიკოსებს სადამსჯელო მექანიზმების წინაშე დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. როგორ მოქმედებს და იყენებს პრაქტიკაში ქართული ოცნების მთავრობა ამ რეპრესიულ კანონმდებლობას? ეს არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ასევე ფინანსური ზეწოლა ოცნების მთავრობისთვის მიუღებელ ადამიანებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც წელიწადზე მეტია უკვე უწყვეტ პროტესტში იმყოფებიან. აქციის მონაწილეები, ასევე უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს არის მიზანმიმართულად დაწერილი და შემოღებული ნორმები პროტესტის სახშობად, მათ გასაჩუმებლად და მაშინ როცა ისინი ქუჩაში რჩებიან, არ წყდება პროტესტი, ქართული ოცნების ხელისუფლება მიმართავს სწორედ აი ამ ზომას, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს მსგავსი ტიპის კანონები და რეგულაციები და უფლებადამცველები გვეუბნებიან, რომ დღეს საქართველოში არსებობს უკვე კანონები, რომლებიც არა მხოლოდ ევროპულ კონვენციას, არამედ საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. ფაქტობრივად კრიმინალიზებული გახდა დღეს უკვე გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ქვეყანაში და ეს მოხდა რატო? იმიტომ რომ პროტესტი არ გაჩერდა. ალბათ მოლოდინი იყო, რომ შესუსტდებოდა და საბოლოო ჯამში გაჩერდებოდა ეს პროტესტი და კანონების დამძიმებასთან ერთად პროტესტი არ გაქრა და არ გაჩერდა. ეს იყო მიზეზი სავარაუდოდ, რის გამოც დამძიმდა კანონმდებლობა და კანონმდებლობა დამძიმდა იმდენად, რომ უკვე თვითონ კანონი არის შეუსაბამო კონვენციასთან და არა მხოლოდ ის აღსრულების პრაქტიკები, რაც ისედაც არაერთ საქმეში გვინახავს ჩვენ დარღვევები. ეს არის ფინანსური ტერორისთვის, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორისთვის, მათ შორის თავით ფიზიკურადაც ძალადობენ ადამიანები, ციხეებში არიან და მთავარი მიზანი არის პროტესტის წინააღმდეგობის ჩახშობა და მორჩილების დამკვიდრება საზოგადოებაში, ხო? როდესაც საზოგადოებას არ აქვს საშუალება, რომ თავისი ლეგიტიმური პროტესტი გამოხატოს, როდესაც საშუალება არ აქვს, რომ შეკრების და გამოხატვის, ხო? ანუ ამას ქვია, ხო? შეკრების და გამოხატვის
გამოხატვის უფლება აკრძალეს ამ ქვეყანაში, სოციალურ ქსელებში, თქვა, თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის უფლება აკრძალეს და ბუნებრივია ეს არის რეპრესიული კანონები და პრაქტიკაში ხედავთ, ხო, ადამიანები სოციალურ ქსელებში განთავსებული თავიანთი მოსაზრებებისთვის არიან დაპატიმრებულები, ადამიანები არიან დაპატიმრებული იმისთვის, რომ თურმე ვითომ გზას კეტავდნენ ან ასფალტზე რომ ფეხი დადგეს და ასე შემდეგ. ამ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში ქართული ეთნების მთავრობამ მხოლოდ ბოლო ერთ წელში შეიძლება ითქვას, რომ მილიონობით ლარის ჯარიმა გამოუწერა აქციის მონაწილეებს, გავსო იზოლატორები, ასობით მოქალაქე დააპატიმრა სწორედ აი ამ ახალი გამკაცრებული რეგულაციებით. ცვლილებები ამ ერთი წლის განმავლობაში შევიდა როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამღებათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც.